მოგესალმებით. მე ვარ თემურ ნიკაბაძე, ფსიქოლოგი, კოუჩი, სპორტის ანალიტიკოსი და ჩვენ ამ გადაცემაში შევეცდებით გავშალოთ და ჩავშალოთ ხოლმე სპორტული თემები, ფეხბურთელები, კალათბურთელები, რაგბისტები და ასე შემდეგ. თქვენთან ერთად გავეცნობთ ბევრ საინტერესო ინფორმაციას, ბევრ საინტერესო კითხვაზე გავიგებთ პასუხს, ამიტომ გამოიწერეთ Silk Sport-ის YouTube არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო. და ასევე ჩვენი გადაცემის მხარდამჭერია ორიგინალური ჩეხური ლუდი Budweiser Budvar და არომატული ხრაშუნა სნექი რინგასი. მას შესახებ დღევანდელი თემები, რომელზეც ჩვენ გადაცემაში ვისაუბრებთ, იქნება ლამინ იამალი, Manchester United-ი, რა ვუშველოთ Manchester United-ს, საქართველოს ჩემპიონატი და ხვიჩა კვარაცხელია. მას შესახებ დაალაიქეთ ეს ვიდეო, დააკომენტარეთ და დავიწყოთ. პირველი თემა, რომელსაც განვიხილავთ, ეს არის ლამინ იამალი, ძალიან ნიჭიერი და ასე რომ ვთქვათ, მომავლის ფეხბურთელი, რომელიც იდეალურია მოედანზე, თუმცა მოედნის მიღმა აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, მაგალითად, ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას აქვს ძალიან ბევრ გოგონასთან ურთიერთობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლამინ იამალს აქვს ეგრეთ წოდებული აჩუჩუნება. რაც არის ძალიან სახიფათო, იმიტომ რომ თუ არ დაბალანსდა აჩუჩუნების ზღვარი, მან შევა მოხდეს შემდგომი რა, რომ თუ აჩუჩუნების შკალა აცდება ფეხბურთის სიყვარულის შკალას, შესაძლოა მივიღოთ ფედერიკო მაკედას, ბოიან კრკიჩის და სხვა ფეხბურთელების кейსი, რომლებიც ნაადრევად ჩამოშორდნენ დიდ ფეხბურთს და გადაინაცვლეს ცოტა დაბალი დონის ჩემპიონატებში, ასე რომ თუ მიყურებთ ლამინ იამალის წარმომადგენლები, მინდა გთხოვოთ, ქართულად ვერ გაიგებთ, ესპანურად გეტყვით el mejor del el nino, ანუ მიხედეთ ბავშვს და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თუ შენ მაქსიმუმს არ მისცემ ფეხბურთს, ფეხბურთი შენ ალი ყურს მოგარტყამს. შემდეგი თემა, Manchester United. ძალიან რთული кейსი, რადგან არ დადგა Manchester-ის ხანა. მოდიან ფეხბურთელები მიდიან, მოდიან მწვრთნელები მიდიან, მაგრამ სათამაშო დონე არადარ იწევს და ყველა ამ პრობლემას აგვარებს და ვერ აგვარებს, თან ცდილობს, ვერც ცდილობს და ვართ იქ, სადაც ვართ, ხომ? Manchester-ის ფანები ძალიან იტანჯებიან, მაგრამ აქ ფეხბურთელებს და მწვრთნელებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. აქ არის მთავარი რამ. Manchester United-ს აქვს ჯადო. ეს ყველაფერი არის გამოსალოცი, თუ Manchester United-ს არ გამოვულოცავთ, იქნება Manchester იქ, სადაც არის ასე რომ არანაირი ფეხბურთელები, არანაირი რუბენ ამორიმის გაშვება. აქ მთავარია Manchester-მა იპოვოს მჩხიბავი, ვინც მოვა გუნდში, გამოულოცავს გუნდს და მას შემდგომ დაიწყება დადებითი შედეგები, რადგან არის ვერსია, რომ როცა ჟოზე მოურინიო გათავისუფლების წინა ღამეს ჟოზე მოურინიო Manchester-ის საჯარიმოში ჩუმად დამარხა თმების რგოლი, ანუ ბევრი თმა, რაც იწვევს ჯადოს. ასე რომ მოუწოდებ Manchester-ის ხელმძღვანელობას იპოვეთ ეს თმების რგოლი, რათა გათავისუფლდეთ ჯადოსგან და წახვიდეთ წინ, ასევე Manchester-ის ფანებს მინდა რამოდენიმე რჩევა მოგცეთ, ყოველი თამაშის წინ აუცილებლად დალიეთ პიტნის ჩაი, რადგან პიტნის ჩაი ამშვიდებს ნერვებს და არ არის მარტივი ამდენი წელს განმავლობაში უყურო Manchester-ის თამაშებს, თან იყო Manchester-ის ფანი, ასე რომ მიირთვით პიტნის ჩაი, დაამშვიდით, ყველაფერი კარგად იქნება, ჯადო მოიხსნება და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თუ ეშმაკები, მაშინ Manchester-ი, თუ Manchester-ი, მაშინ ეშმაკები. შემდეგი ძალიან საინტერესო თემა, ბევრი მეკითხავ ბატონო თემურ, როგორ ავამაღლოთ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის დონე. ძალიან difficult case-ია და ბევრი სამუშაოა ამ თემაზე, რათა ეს ყველაფერი გამოსწორდეს, მაგრამ მე მაქვს რამოდენიმე ვარიანტი, რამოდენიმე ეგრეთ წოდებული plan B, plan A, plan C, რითაც შეგვიძლია რომ ავამაღლოთ საქართველოს ჩემპიონატის დონე. მაგალითად, უნდა გამოვაცხადოთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე, ყოველ თამაშზე გათამაშდება 1 მილიონი ლარი. რა თქმა უნდა, ინტერესი მოიმატებს, სტადიონზე მოვა ხალხი, სტადიონი გაივსება და როგორც კი თამაში დაიწყება, ვიტყვით. არნაირი 1 მილიონი ლარი დღეს არ გათამაშდება. ეს რა თქმა უნდა გამოიწვევს ქაოსს. დაიწყება გინება, იქნება ჩხუბიც, ანუ ტრიბუნებზე შეიქმნება ხმაური და უკვე მოთამაშე ფეხბურთელები მიეჩვევიან ხმაურში და გინებაში თამაშს. ანუ როცა გავალთ ევროტურნირებზე, ისინი უკვე ფსიქოლოგიურად მიჩვეულები იქნებიან გინებაში და სტრესში თამაშს. კი, შეიძლება ეს ყველაფერი ცრუპენტელობა, მაგრამ თუ არ იცრუპენტელე, საფეხბურთო დონეს ვერ აამაღლებ, ასე რომ ეს ვარიანტით ჩავინიშნოთ. ასევე მეორე ვარიანტი, როგორ ავამაღლოთ დონე. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვიყიდოთ ნეიმარ ჯუნიორი, ჩამოვიყვანოთ და თითო თამაში ვათამაშოთ ყველა გუნდში, ერთი თამაში ტორპედოში, ერთი თამაში დინამო ბათუმში, დინამო თბილისში, მინიმუმ 10 თამაშს ხომ მაინც გავავსებთ ხალხი და შემდეგ იქნება ხალხის ტვინში ჩაჯდეს ის, რომ თამაშებზე უნდა იარონ, ასე რომ აქაც შესაძლოა რაღაც პატარა
ცუცურაკობას ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ჩემის აზრით ინტერესს შეეძენს და მინიმუმ 10 თამაშს მაინც გავავსეთ. მე უკვე ასე რომ ვთქვათ, ეგრეთ წოდებული მუღამი გაუჩნდება ხალხს, რომელ გუნდში ითამაშებს და სტადიონზე ხალხის რაოდენობა ყოველთვის ბევრი იქნება, ასე რომ გაითვალისწინეთ და ყოველთვის გახსოვდეთ ჩეხი მეცნიერის პაվել ნედვედის სიტყვები, რომ თუ შენ არ იცუცურაკე, დონეს ვერ აამაღლებ, თუ დონე აამაღლე, ესე იგი იცუცურაკე. გადავიდეთ შემდეგ თემაზე და ძალიან საინტერესო ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე, იმიტომ რომ ბევრი მეკითხება ბატონო თემურ, აი როგორ და რანაირად მოხდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გააოცა მთელი მსოფლიო. ძალიან საინტერესო кейსია და ამ კითხვის მთავარი პასუხი არის ის, რომ ხვიჩა კვარაცხელია გაიზარდა სამეგრელოში და მთელი ბავშვობა ჭამდა ცხარე აჯიკას. რაც იმას ნიშნავს, რომ ცხარი აჯიკამ შეუკრა კუნთები, გაამაგრა მისი სხეული და ხედავთ, რომ მასთან მიკარება ნებისმიერ მცველს უჭირს. ასე რომ ვთქვათ, ხვიჩა კვარაცხელი არის მცველებისთვის ცხარე აჯიკა. როგორც კი მიეკარებიან, ეგრევე იწვევიან, ასე რომ ეს გამოსცადა ჯოგომესმა, დანი კარვახალმა და საფრანგეთის ჩემპიონატის ყველა მცველმა, ასე რომ თუ კითხვა გაგიშდებათ, რატომ არის ხვიჩა წარმატებული და მაგარი ფეხბურთელი, პასუხი მარტივია: სამეგრელო და ცხარე აჯიკა. ძალიან საინტერესო თემები გავიარეთ, ჩემის აზრით, ბევრი საინტერესო თემა ჩავშალეთ, თქვენც დამიწერეთ კომენტარებში, რომელი ფეხბურთელი განვიხილოთ, რომელი გუნდი განვიხილოთ და მეც ჩემი მხრიდან შემოგთავაზებთ ანალიზს. ეხლა კი გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და გადავიდეთ ჩემი გადაცემის მეორე ნაწილზე, სადაც შემოგთავაზებთ ამ კვირის პროგნოზებს, საფეხბურთო პროგნოზებს და იმედი მაქვს, რომ დაგეხმარებით. მადლობა. მაშინ ასე გადავიდეთ პროგნოზების ნაწილზე. ჩამოვწერეთ თქვენთვის რამოდენიმე საინტერესო პროგნოზი, დარწმუნებული ვარ, რომ გამოგადგებათ. ამ კვირაში თანხას მოიგებთ და ამ თანხით შემდეგ ლუც და ხინკალს ხუხავთ. მაშინ ასე დავიწყოთ. პირველი პროგნოზი, რაც შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ ამ კვირაში რეალი ვერ მოიგებს, რადგან ვინისიუს ჯუნიორი იყო ბრაზილიაში კარნავალზე, სადაც სავარაუდოდ რამოდენიმე ჭიქა სასმელიც გადაჰკრა. ეს იმას ნიშნავს, რომ სადღაც 58-58 წუთზე დაიღლება, გამოცვლიან, რეალი შეტევებიც შენელდება და არის შანსი, რომ რეალმა ვერ მოიგოს, ასე რომ თუ ფიქრობ, რომ დაწერო რეალის მოგება, მე არ გირჩევ, რადგან ვინისიუს ჯუნიორის кейსი, რომელიც აშკარაა, რომ ნასვამ და ნაპახმელიარი იქნება, უარყავით და სხვა თამაშის წადეთ. მეორე, ამ კვირაში აუცილებლად მოიგებს მანჩესტერ იუნაიტედი. მანჩესტერ იუნაიტედის ჰოკეის გუნდზე მაქვს საუბარი, რაც შეეხება საფეხბურთო გუნდს, არ ვიცი რა მოხდება, რადგან ძალიან რთული მდგომარეობა საფეხბურთო გუნდში, ამაზე ჩვენ უკვე დასაწყისში ვისაუბრეთ და ჩავშალეთ, ასე რომ ამ კვირაში მანჩესტერ იუნაიტედის ჰოკეის გუნდის მოგებაც შეგიძლია გამოიყენოთ პროგნოზად. ასევე კარგი პოზიცია მაქვს ტანზანიის ჩემპიონატში, ეს არის პამბა დოდომა ჯიჯის თამაშის დროს, ერთ-ერთ ფეხბურთელს ლომი გაიტაცებს ტყეში, ძალიან ახლოს არის ეს სტადიონი ტყესთან და არის გამორიცხული, რომ ლომა ჩასჭიდოს ხელი ერთ-ერთ ფეხბურთელს სავარაუდოდ მეკარეს, რომელიც უფრო ახლოს არის ტყესთან, ასე რომ ეს პოზიციაც გამოიყენეთ, დიდი ვარაუდით მომგებიანია. ასევე საქართველოს ჩემპიონატში მაქვს ერთი პროგნოზი, ქუთაისის ტორპედოს თამაშზე ძლიერი ქარი და ძლიერი ქარის შედეგად სტადიონის მიმდებარე ტერიტორიის ხეების მოგლეჯა. მერწმუნეთ, ეს ძალიან სანდო პროგნოზია, რადგან ისეთი ქარი იცის ქუთაისში, ასე რომ ვთქვათ, ბრდღნის ყოლიფერს, ასე რომ გამოიყენეთ ეს კუშიც და ბოლოს მერწმუნეთ გამიხსენებთ და ბოლოს მაურო იკარდის და ვანდა ნარას შერიგება 1.25 აქვს კუში. ჩემი აზრით ძალიან გამოგადგება, თან თურქეთში არის ბიჭი, როგორც იცით, რაღაცა ენატრება და არ არის გამორიცხული, რომ აი ამის ფონზე შერიგდნენ, ასე რომ ეს კუშიც. ჩემგან ერთი სიტყვით ეს იყო პროგნოზები, ეს იყო თემები, რაც დღეს გავიარეთ, ჩავშალეთ და ჩამოვშალეთ. დიდი მადლობა ვინც გიყურეთ, დაალაიქეთ ეს ვიდეო და კომენტარეთ თუ მოგეწონათ და დამიწერეთ კომენტარებში რა თემა განვიხილო და ან ვინ ან რა ფეხბურთელი სპორტსმენი გალადბურთელი და ჩვენ და მე ერთ კვირაში დაგიბრუნდებით. მადლობა.